კრიპტო თაღლითობა. მარგარიტას მაგალითით. შესანიშნავია. მარგარიტა ძალიან მიყვარს. როდესაც ვუშვებთ ტოკენს, თაღლითურ ტოკენს, ჩვენ უკვე გვაქვს მისი დიდი ნაწილი. გასაგებია, ანუ სანამ თაღლითები ახალ შეთავაზებას გააპიარებენ, მათ უკვე ნაყიდი აქვთ დიდი რაოდენობა ძალიან დაბალ ფასად. ხალხი იწყებს ყიდვას და ფასი უბრალოდ იზრდება, იზრდება და იზრდება. ხო? არ ჩერდება. გრაფიკზე სულ მაღლა მიდის. ანუ ეს ის ფულია, რომელსაც მე ვდებ. ზუსტად, როგორც კი იუსება ზუსტად. შემდეგ უფრო მეტი ინვესტორი ერთვება და უფრო მეტი შილერი უწყვეტად აპიარებს პროექტს. Twitter-სა და Telegram-ში რეკლამირებენ და ფულს იღებენ კონკრეტული ტოკენის პოპულარიზაციისთვის. საშუალო დამწყები ინვესტორი ამას ხედავს და ფიქრობს, ახლავე უნდა შევიდე, ძალიან კარგად გამოიყურება. და ფასი ისევ და ისევ იზრდება, ხალხი ყიდულობს. იყიდე, ფასი სულ მაღლა მიდის. ათასობით ადამიანი. მიდის და მიდის, ყველანი ძალიან ხურდებით და უცებ, გაყიდე, თაღლითი უბრალოდ გადის თამაშიდან. ის გადის, დიახ, მთელი ფულით, ზუსტად. სწორედ მაშინ, როცა ტოკენის ირგვლივ აჟიოტაჟი პიკს აღწევს.